შემცხოვრებაში იყო ის ეტაპი, როცა გავჩერდი რაღაც, თითქოს მაყოფილი ვიყავი რაღაცები, მაგრამ შემდეგ მოხდა, აქ მინდა ხაზი გაუსვა ზუსტად აი ამ ძალიან მნიშვნელოვან ეტაპს შემცხოვრებაში. რომ მანამდე ჩემი ზრდა განვითარება და შრომა კი იყო ნამდვილად ისეთი ინტენსიური და ნამდვილად დიდი შრომა ჩავდა იმ ყველაფერში, მაგრამ როდესაც აღმოაჩენს ადამიანი, რომ ეს ნიჭი და ეს ყოველივე ღვთისაგან აქვს ბოზებული, მე უკვე სხვანაირად უყურებ ყველაფერს. და ამ ყველაფერში დიდი გავლენა იქონია მოზღვარმა ჩემ ცხოვრებაში. რომელმაც ნამდვილად უფრო სიღრმისეულად დამანახა ჯერ ქართული ცეკვა. ადამიანი თვითონ არსება პირველ რიგში. საკუთარი თავი და ნამდვილად მადლობა ღმერთს იმისთვის, რომ ჩემი ზრდა განვითარება უფრო საინტერესო გახდა. ქართულ ცეკვას შევხედე უფრო არა როგორც მხოლოდ ხელოვნების დარგს, არამედ როგორც ღვთისმეტყველებას. ეს ნამდვილად ასია, იმიტომ რომ ადამიანი ქართული ცეკვა იმით არის განსაკუთრებული, რომ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა ჩანს, თუ როგორი აღმატებული მდგომარეობა უნდა ქონდეს ადამიანს. სადაც ჩანს ვაჟკაცობა, მეომრობა, თავმდაბლობა, სიყვარული, სიკეთე და ასე შემდეგ. მაღალზნეობრივი ცხოვრება ჩანს რა, ქართულ ცეკვაში და ამის გარეშე ფუჭია. იმიტომ განსხვავდება ქართული ცეკვა სხვა ცეკვებისგან, რადგან აქ ჩანს, რომ მამაკაცი როგორი უნდა იყოს, ქალი როგორი უნდა იყოს. მამაკაცი უნდა იყოს მეომარი, ქალი უკიდურესად ყდემამოსილი და რა თქმა უნდა ეს წარმოაჩენს ამ ყოველივეს მე ასე შთამბეჭდავა და ესე რატომ ხდება მაყურებელს გულზე ეს ყველაფერი.